გველოდება ჩვენ კი სტუმართან ერთად ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 30 აპრილამდე საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული ტარდება სლოგანით აცერი და დაიცავი ჩვენი სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ქალთარაძე დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მოხვედით უცებ შევახსენებ ჩვენ მაყურებელს ტელეფონის ნომერს 2240 30 ვფიქრობ რომ ეს თემა ძალიან საინტერესო იქნება მათთვის უპირველესად საუბარი დავიწყოთ იმით რას გულისხმობს ეს კვირეული რისთვის არის საჭირო რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდეს პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის რომ ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმუნიზაციის მნიშვნელობა და აქვე გავცემ პასუხს თქვენს შეკითხვას სწორედ ეს არის ამ კვირეულის მთავარი მიზანი რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას დარგის პროფესიონალებს იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ფაქტი რომ არც ერთი აღმოჩენის მიმართ კაცობრიობა გადარჩენილი სიცოცხლეთა რაოდენობის მიხედვით არ არის იმოდენ ვალში როგორც იმუნიზაციის მიმართ და იმუნიზაცია შესულია ყველა აღმოჩენათა შორის ათეულში ხოლო მე-20 საუკუნის აღმოჩენებში პირველ ადგილს იკავებს მიუხედავად იმისა რომ ეს შესაძლებლობა მაინც არსებობს კვლევები ცხადყოფს და სტატისტიკა ცხადყოფს რომ მოცვის მაჩვენებლის სამიზნე ნიშნულამდე მიღწევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ გლობალურად პრობლემას წარმოადგენს და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 12 მილიონი შემთხვევიდან დაახლოებით 2 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ იქნება სათანადო მაჩვენებლები მოცვისა მიღწეული და ბუნებრივია, როდესაც არსებობს მედიცინაში ასეთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ შვილებს ავარიდოთ თავიდან ძალიან მძიმე ინფექციური დაავადებები და მათგან გამოწვეული მძიმე გართულებები და რიგ შემთხვევაში, როგორც აღნიშნე, ლეტალობა, რა თქმა უნდა, ყველა დედას, ყველა ექიმს მოეთხოვება, რომ ჩვენს პატარებს ეს სარგებელი, რასაც მედიცინას თავაზობს, არ მოაკლს. კვირეული ფოკუსირებულია იმ დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი. სანამ თქვენ გამართავთ საკომუნიკაციო შეხვედრებს და ვცლად ისაუბრეთ ამ თემაზე, იქნებ ჩვენ გითხრათ, რომელი დაავადებებია ის დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შეგვიძლია ვაქცინაციით. კონკრეტული კვირეული ძირითადად ფოკუსირებულია წითელაწითურას ელიმინაციის ღონისძიებებზე, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც გლობალურად, ასევე ჩვენს ქვეყანაში 2013-2014 წლებში აფეთქება გქონდა ჩვენ წითელასი ალბათ ყველას გემახსოვრებათ და მათ შორის ჩვენს მოსახლეობასაც 11,000 შემთხვევა დაფიქსირდა წითელასი და სამწუხაროდ 3 ლეტალურად დასრულდა. ამიტომ კონკრეტული კვირეული არის ამაზე ფოკუსირებული, თუმცა გარდა წითელაწითურასა ჩვენს ქვეყანაში 12 ინფექციურ დაავადებაზეა შესაძლებელი ვაქცინით და ამ დაავადებების მართვაა შესაძლებელი. მათგან ჩამოგითვლით ამ დაავადებებს და მინდა აღვნიშნო, რომ სულ ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 ვაქცინა იქნა ახალი დანერგილი ჩვენს კალენდარში და ეს ვაქცინებია ეს დაავადებებია, რომელთა თავის აცილება შეიძლება წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ერთი ძალიან საყურადღებო ფაქტი გუშინ შეხვედრა გქონდა ჩვენს კოლეგებთან, სადაც დაესწრო იაშვილის ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთი კლინიკური დირექტორი ბატონი ივანე ჩხაიძე და მან აღნიშნა, რომ მას მერე რაც ქვეყანაში სულ რაღაც 3 წელიც არ არის ჯერ რაც დავღნერგეთ ჩვენ როტავირუსული ინფექცია, როტავირუსული ინფექციით გართულებული შემთხვევა, რაც იწვევდა ჩვენს ქვეყანაში ლეტალობასაც კი ადრეული ასაკის ბავშვებში არ დაფიქსირებულა არც ერთი ან მძიმე ან ლეტალური შემთხვევა. ასევე იგივე თქვა პნევმოკოკურ ინფექციაზე, რომელი ვაქცინაც 2 წლის წინ დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში დღემდე, რომელმაც დანერგა ასევე ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა წელს, უკაცრავად შარშან, დეკემბრიდან და ჩვენი იმუნიზაციის კალენდარი სრულად შეესაბამება ევროპის იმუნიზაციის კალენდარს და ვაქცინების ის პრეზენტაცია, რაც ჩვენთან არის წარმოდგენილი, მოიხმარება ევროპაში ვაქცინის წარმოებლები, ასევე
უშუალოდ ვაქცინის პრეზენტაცია, მუდმივად ჩნდება ხოლმე ამაზე კითხვები და ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, არის ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ თუ რა ვაქცინა შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ეგ ამ მართვადი ინფექციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ასევე ვრცელია ვაქცინების ჩამონათვალი, ის არჩევანი, რაც თქვა საქართველოში არსებობს. მათგან არის ზოგი ფასიანი, ზოგი უფასო. ამ შემთხვევაში ფასი თუ განსაზღვრავს ხარისხს. თუ კი ადამიანმა გაიკეთა უფასო ვაქცინა, შეუძლია რომ 100% დარწმუნებული იყოს, რომ ისევე მოქმედებს როგორც ფასიანი ვაქცინა. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ უფასო არაფერი არ არის. იმ ვაქცინებში, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ ვაქცინების ხარჯი არის 14 მილიონი ლარი, რასაც სახელმწიფო იღებს ამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათთვის იყოს უფასო ეს ვაქცინა, თორემ ბიუჯეტი იმუნიზაციის პროგრამის პატარა ნამდვილად არ არის და ბოლო წლების განმავლობაში მან განიცადა ძალიან დიდი ნახტომი ზრდისკენ, რადგან ჩვენ დონორული დახმარებისგან რიგ შემთხვევაში გადავედით უკვე თვითდაფინანსებაზე ჩვენი ქვეყანა და ჩვენმა ქვეყანამ უარი არ თქვა ხარისხის შენარჩუნებაზე პირიქით ჩვენთან შარშან დეკემბერში დაინერგა ინაქტივირებული პოლიომიელიტი, როდესაც ვახსენე, ახალი პრეზენტაციის ვაქცინა, ეგრეთ წოდებული ჰექსავალენტური ვაქცინა, რაც ცნობილია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც როგორც ფასიანი ვაქცინა, ისე ხდებოდა მისი შეთავაზება ჩვენი მშობლებისთვის და აღნიშნული ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფინანსურ ტვირთს არ წარმოადგენდეს ხელმისაწვდომობის ბარიერი არ შეიქმნას ვაქცინაზე და მინდა ვუთხრა თითოეულ მშობელს, ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, კონტროლდება მწარმოებლიდან ბავშვამდე, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით მთელი ციკლი. ამაში არის ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე და საქართველოში უკვე შიგნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ეს არის ისეთი კონტროლის ქვეშ და ცივი ჯაჭვით უზრუნველყოფა იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაქცინისა, რომ ნამდვილად თამამად სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში იმუნიზაციის პროგრამით შემოტანილი ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული და ის მოიხმარება ევროპის ქვეყნებში ისევე, როგორც ჩვენთან და მოგეხსენებათ ევროპის ქვეყნებშიც ასევე როგორი კონტროლია მედიკამენტის და მით უმეტეს ვაქცინის ბაზარზე დაშვება. ვახსენეთ უკვე, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობს საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, თქვენ ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად. ნაწილობრივ ვისაუბრეთ, თუმცა უფრო რომ გავშალოთ ეს თემა, აცრების გარდა თუ არსებობს იმუნიტეტის ამაღლების სხვა საშუალებები, თუ ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ვაქცინას უკავშირდება. სწორედ ეს არის ამ კამპანიის მიზანი, რომ როგორც აღვნიშნე, რომ ინფორმირებულობა მოვახდინოთ, რადგან მიუხედავად ამ სარგებლისა და პროგრამებისა და ასევე ხელმისაწვდომობის ყველანაირი ბარიერის მოშლისა, სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა მაინც ვერ ხორციელდება. 2008 წელს ქვეყანას დაგეგმილი ჰქონდა დიდი კამპანია სწორედ წითელა წითურას ელიმინაციის გზაზე და 1 მილიონი ადამიანიდან, რომელიც უნდა აცრილიყო 2008 წელს, აიცრა მხოლოდ 492,000, ანუ ნახევარზე მეტი არ აიცრა. ამიტომ აქ ძალიან დიდია მედიის როლი და სწორედ მაშინ ამ კამპანიისად მიუნდობლობა გამოიწვია ერთმა არასწორად გასულმა სიუჟეტმა, რომლის შემდეგაც იმდენად მოხდა მითების შექმნა ამ შემთხვევების გარშემო, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უძლური აღმოჩნდა მიეღწია სამიზნე მაჩვენებელს მოცვისათვის. და სწორედ ეს ის კონტინგენტია, რომელ კონტინგენტშიც ძალიან მაღალი იყო შემთხვევების რაოდენობა, ანუ არაიმუნური კონტინგენტი და წითელა წარმოადგენს გადამდებიანობის თვალსაზრისით ძალიან მაღალი ალბათობა აქვს, რადგან ჰაერის გზით გადაეცემა და თუ ერთს აქვს რაღაც დახურულ კონტინგენტში აუცილებლად არაიმუნური ყველა ადამიანს აქვს დიდი ალბათობა რომ გახდეს ავად. რაც შეეხება სხვა გზა იმუნიტეტისა, ეს არის დაავადების გადატანა, რომელიც არის გაცილებით რთული გზა, მით უმეტეს წითელას შემთხვევაში მას აქვს ძალიან ცუდი გართულებები, რომელიც დაავადების გადატანის 2-3 წლის შემდეგ იჩენს თავს და 100%-იანი ლეტალობით მსრულდება. ამიტომ ეს არ არის ჩვენს მოქალაქეებში
ხშირად ესეთი გავრცელებული საკითხია, რომ არის ბატონები, რომელსაც ბავშვი გადაიტანს, არანაირი პრობლემა არ არის, რაღაც თქვათ ტრადიციებზე დაყრდნობით რაღაც რიტუალებსაც ატარებენ ხოლმე სახლში. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც არის ვერაგი და ეს მინდა აუხსნა ყველა ჩვენს მშობელს. არსებობს ძალიან მცირე პოპულაცია, რომელთა ვაქცინაცია არ შეიძლება. ეს არის მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები და არამც რაღაც ესეთი მითები არსებობს ამ უკუჩვენებაზეც ასევე, რომელიც არის 100%-იანი ცრუ უკუჩვენებები. ეს არის ძალიან მცირე პოპულაცია, რომლებთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები და ჩვენ მოქალაქეებს გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ერთის მხრივ ჩვენი შვილები და მეორეს მხრივ ის ბავშვები, რომელთა ვაქცინაციაც არ შეიძლება და იმუნურმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ამ კონტინგენტის დაცვაც. ის 3 ბავშვი, რომელიც დაიღუპა, მათგან 2 მათგანი იყო სწორედ ესეთი მძიმე ქრონიკული დაავადების, რომლებიც ემსხვერპლენ სწორედ ესეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ჩვენი თანამოქალაქე. რა ძალიან სამწუხაროა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის და ბოლოსკენ გვინდა რომ ჩაგვრთოთ ჩვენს აქციაში პროექტის სიტყვა, ძველთაძველი სიტყვები ვიხსენებთ დიდი ამბით, წერთ მის თანამედროვე შესატყვის და მე ესე ვავრცელებთ ერთმანეთს. აი აქ არის მარკერები, შეგიძლიათ ფერიც აირჩიოთ და ერთ წელი სუფთა. მე სურათს გადაგიღებთ და შემდეგ ავწვრთოთ ჩვენს Facebook-ზე. ერთ რასაც ვიტყოდი, რადგან დღეს იმუნიზაციის თემაზე ვარ მოსული, მინდოდა რომ ეს ჩვენი ძველი სიტყვაც ყოფილიყო ასოცირებული იმუნიზაციასთან. ძალიან შევეცადე, ჩავრთე ჩვენი ცენტრის უხუცესი ადამიანი, ბატონ გურამ კაციტაძეს დიდ მადლობას ვუხდი ეთერიდან, რომელმაც მომაწოდა ჩვენს ქვეყანაში რა ერქვა, ყვავილი არსებობდა ესეთი ძალიან რთული ინფექციური დაავადება, რომელმაც იმსხვერპლა ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. მანამ სანამ ვაქცინაცია შემოვიდოდა, ადამიანები დაინფიცირებული ადამიანის სისხლით აინფიცირებდნენ სხვა ადამიანს, ანუ უჭრიდნენ კანს და შეყავდათ ავადმყოფი ადამიანისგან სისხლი, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო იმუნიზაცია და პირიქით აავადებდა და ახალ ეპიდემიებს აჩენდა, ვთქვათ, ლოკალურად, მაგრამ არსებობდა ესეთი მეთოდი, რომელსაც ეძახდნენ აჭრას. ამიტომ საქართველოში ვარიოლაცია ერქვა ქვია სამედიცინო ტერმინით ამ პროცესს, პირველი ეგრეთ წოდებული იმუნიზაცია, თუმცა ეს არ იყო იმუნიზაცია ბუნებრივია, ერქვა აჭრა და მე ამ სიტყვას დღევანდელ დღესთან თემატური რო ყოფილიყო. აჭრა იმუნიზაციის შესაძლებელი შეიძლება. ხო, ვარიოლაციას დავარქმევ მაინც, რომ ვარიოლაცია, როგორი რთული სიტყვა, აჭრა ბევრად უფრო. მარტივია ჭღერს ხო. და შეიძლება რომ მოაწყალოთ ფურცელი, მე გადაგიღებ სურათს. ესეც აჭრა ვარიოლაცია. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ქავთარაძე იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით ევროპის იმუნიზაციის კვირეულზე, რომელიც 24 აპრილს დაიწყო და 30-მდე გრძელდება და სლოგანია აცერი და დაიცავი.